რილსებს რო ჩამოსკროლა არ გეჩვენება რომ თითქოს შეკვეთას იძლევა ერთი პიროვნება და აბსოლუტურად მთელი მსოფლიო აკეთებს ერთი და იგივე რილს, ერთი და იგივე პლასტმასის გამოსახულებას, ერთი და იგივე მოძრაობას, ერთი და იგივე თემაზე, ერთი და იგივე გინდა განახო როგორ უნდა გააკეთო ეს. თუ დაინახა რომ ეს რაღაც რილსი დახაიბდა დაიწყება მოედება მთელ მსოფლიოს და ესე კრუგზე წავა სანამ ყველა არ გააკეთებს და ბოლოს სანამ ბოლო ადამიანს ბოლოს გული არ აერევა უკვე თვითონაც რომ მიხვდება რომ თვითონაც უკვე გული ერევათ და კუჭი ეშლებათ თავისივე გაკეთებულ რაღაც უაზრო რილსზე მერე ჩაწყნარდება რაღაც ტრენდი და ისევ ვიღაცა რაღაცას შემოაგდებს და ისევ ახლიდან დაიწყება ეს ყველაფერი. ანუ ნახეთ რა ხდება. მაგარი როჟა ხარ მაშინ, როცა ტრენდს გააკეთებ შენ თვითონ. ანუ როცა შენი რაღაცა დაიტრენდება და არა მაშინ როცა ვიღაცის ტრენდს აყვები და ერთი და იგივე სანაგვეს გააკეთებ. ყველაზე მაგარი ტიპი ხარ მაშინ როცა შენ დატრენდავ რაღაცას. ანუ წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის მე მილიონე ან მე რამდენი ათასედი ხარ ესე ვთქვათ, ჩვენ სოფლიოში ესე თუ მივაქცევთ ყურადღებას და თუ გადავთვლით სტატისტიკურად, ესე გამოდის, ხო? ანუ ისი თქმა მინდა, ყველგან ერთი და იგივე პლასტმასის გამოსახულება, ანუ შუშის გამოსახულება, ტელეფონით გადაღებული, ყველგან სხვადასხვა ტიპი პროსტა გამოდის და გასწავლის იმას, რომ ტელეფონით გადაღებული გაცილებით უკეთესია და უფრო უკეთესად იღებს ვიდრე კინოკამერა და მოდი იყიდე ჩემი მობილური ვიდეოგრაფიის კურსი, იმიტომ რომ iPhone-ით ან Samsung-ი გადაღებული გაცილებით უკეთესია ვიდრე კრისტოფერ ნოლანი, ტარანტინო და ყველა ჰოლივუდელი რეჟისორი, ესე იგი ყველა დებილი ყოფილა, ხო? არ იციან თურმე რო არსებობს ტელეფონი და არც ის იციან თურმე რო შეიძლება ტელეფონით რაღაც კინოს გადაღება. კაი, ეს იქით წავიღოთ. თემ სოფლიოს უნდა რაღაცა ერთი ჯადოსნური კნოპკა, რომელსაც დააჭერს და ყველაფერი ახუიძელნად გამოვა. მაგრამ დღემდე ბევრი ვერ ხვდება იმას, რომ ეს ღილაკი არ არსებობს. ანუ წამოვიდა ეს ხელოვნური ინტელექტებიც, წამოვიდა ნანო ბანანაც, სურათების დაგენერირებაც და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში იმდენად აირევა ყველაფერი და იმდენად მობეზრდება ადამიანობას და კაცობრიობას ეს უაზრო დაგენერირებული და პლასტმასის გამოსახულებები, რომ ხელით გაკეთებულს და იმ ნაწარმს, იმ ქმნილებას, რაც რეალურად ადამიანის მიერ ფიზიკურად ხელით არის შექმნილი, 10 მაგი და 100 მაგი ფასი დაედება, ვიდრე დღეს აქვს. ნეონდელი ხელოვნური ინტელექტები, დაგენერირებული ფოტოები, ვიდეოები და ის მოლაპარაკე თავები YouTube-ზე, რომლებიც გიკიჟინებენ იმას, რომ თურმე რა ადვილი ყოფილა ყველაფერი და კრისტოფერ ნოლანი და ტარანტინო რა ყველა წვალობენ ამდენს და მოდი მე ახლა ერთ კნოპკას დავაჭერთ 15 სიტყვას აუკრიფავ და კინო გადაღებულია. ეს როჟები ძალიან მალე
ცოტა არ იყოს გაქრებიან ვერ ვიტყვი, ყველაფერს თავის ნიშა დარჩება და ყველას თავისი ადგილი ამ ცხოვრებაში, ესე ვთქვათ, მიეჩინება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს უმეტესობა ეს ჩვენი ფსევდო დიზაინერები, ეს ჩვენი ფსევდო არ ვიცი ხელოვნების ხალხი, ვისაც თავი ესე ძალიან მოაქვს, გალერეაშიც კი არ არის ნამყოფი და მუზეუმებიც კი არ აქვს დათვალიერებული. და ისმის კითხვა, საერთოდ რაზეა საუბარი და რომელ დიზაინერობაზეა საუბარი და რაზე დებენ ეს ხალხი თავს. მინიმუმ ყოველ 6 თვეში ერთხელ მინიმუმ დიზაინერი უნდა ათვალიერებდეს გალერეას და მუზეუმს. არა აქვს მნიშვნელობა ერთი და იგივე ნამუშევრებია გამოფენილი თუ არა. ყოველ მისვლაზე მუზეუმში მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე გამოფენას და ერთი და იგივე ნამუშევრებს ვათვალიერებ, სულ ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ. ამ დროს ვცდილობ, რომ შევამცირო და დავაპატარავ და უფრო ხშირად ვიარო. არც ისეთი ფასებია, რომ ვიღაცამ თქვას, რომ ამის საშუალება არ არსებობს და ყოველ შემთხვევაში 10-15-20 ლარი ერთი ყავის დალევის ფულია, მაგრამ იმდენ ცოდნას იძენ მუზეუმში და გალერეაში შესვლისას და დათვალიერებისას, რომ ვერცად, ვერცერთ წიგნში, ვერცერთ YouTube-ზე, ვერცერთ კინოში ვერ დაინახავ. ესეთ სიახლოვეში ვერ შეექები, ვერც იგრძნობ, ვერ დაინახავ ამ ექსპონატების ფაქტურას, როგორ არის გაკეთებული, როგორ მოწყობილი, არ ვიცი, whatever, ქანდაკება იქნება, გრავიურა, ნახატი, ტილო, ფერწერა, გრაფიკა, მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ესე რეალურად შენ ეკრანზე ვერასოდეს ვერ დაინახავ. თითოეული ფუნჯის მონასმი შეგიძლია გალერეაში ახლოს მიხვიდე, ნახო და შეისწავლო. ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ როდესაც შენ ხელოვნებაზე დებ თავს და მოგაქვს თავი როგორც ხელოვნების ადამიანი, ყველაზე მინიმუმ ადგილობრივ მუზეუმებში და გალერეებში მაინც უნდა დადიოდე ხშირად. ჩემი საუბარი შეიძლება არეულად მოგეჩვენოთ, მაგრამ კინოშიც აბსოლუტურად იგივეა. როგორც დასაწყისშივე ვახსენე, მთელი მსოფლიო ეძებს ერთ ღილაკს, რომელსაც დააჭერს და ყველაფერი, ესე ვთქვათ, ახუღიძენად იქნება და ეს ღილაკი გონიათ, რომ ტელეფონშია. ეს ღილაკი გონიათ, რომ უფრო ძვირიან ტელეფონს, ან უფრო ძვირიან კამერას თუ იყიდიან, ექნებათ. არ და ყველაზე მთავარი, აქ შუქია. შუქის გარეშე არც ერთი კამერა არ მუშაობს. მნიშვნელობა არ აქვს, შენ ტელეფონი გექნება, არის Alexa თუ $300,000 კინოკამერა. ყველაზე მთავარი არის შუქი. შუქის გარეშე არ არსებობს არანაირი გამოსახულება. წინაზეც დასვეს ერთი კითხვა. მიშა მომეცი რაღაც ისეთი სეტინგები, რომ ღამეც კარგად გადაიღოს, სიგნალეშიც, ცოტა ნაკლებ შუქსიც და ასე შემდეგ. იცი რა არის? ხშირად ისმევა ესეთი კითხვები და უკვე მიტყდება კიდევაც ერთი და იგივე პასუხი, მაგრამ ხალხს რატომღაც გონია, რომ პასუხის გაცემა მეზარება, არა და რეალურად ესეთი ოფციები და ესეთი სეტინგები არ არსებობს. არამც თუ იაფიანში, არამედ ყველაზე ძალიან ძვირიან კამერაშიც კი. ესეთი უნივერსალური სეტინგი არ არსებობს. ყველას იგივე პასუხს ცემ. ერთხელაც ვიფიქრე, რომ პროსტა ამ გაცემულ პასუხს დავაკოპირებ, შევინახავ როგორც შაბლონად და იგივე ჩაუპასტავ მეთქი, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ვცდილობ მაინც პასუხის ინდივიდუალური გავცე. მაგრამ რა არიცი, არ სჯერათ. იმიტომ არ სჯერათ, რომ YouTube-ზე ერთი და იგივეს უყურებენ და აი ეს ეგრეთ წოდებული კინომასტერები უყვებიან
რაღაც უაზრო სირბანჯღალობას. სამი შუქის სქემა, რომელიც შენს ვიდეოს კინოდ გადააქცევს. როგორ უნდა გადააქციო შენი ვიდეო კინოდ? გაბლურე უკან ბექგრაუნდი და მორჩა კინო გადაღებული. არდა კინო არის ჯგუფური ნაშრომი, ჯგუფური ნამუშევარი, სადაც არა მხოლოდ კამერა, იქ საუნდ ეფექტები, ვიზუალ ეფექტები, რომ არ ვილაპარაკოთ საერთოდ სცენარზე, დრამატურგიაზე, ედიტინგზე, მილიონი რაღაცა და ყველას რატომღაც გონია, რომ კინოს ირებს ერთი ადამიანი, რომელსაც რეჟისორი ქვია, არდა კამერამენი ცალკეა, ფოკუს ფულერი ცალკეა, მიკროფონის დამჭერი ცალკეა, რეკვიზიტების მომტანი წამღები, რა ვიცი, ოპერატორს ზურგი რომ უნდა დაუჭიროს ის პიროვნებაც ცალკე მუშაობს. ბექაპებზე ვინც მუშაობს ის ცალკეა, კამერის მექანიკოსი ცალკეა, რომელმაც უბრალოდ ლინზა უნდა შეცვალოს ან რაღაცა უნდა გაუსწოროს კამერას. კამერის მიღმა ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს და კინო ზოგადად არის ჯგუფური ნაშრომი. ამიტომაც დაფიქრდით ერთ თემაზე და ეს ყოველთვის გახსოვდეთ. ვერასოდეს შენ კინოს ვერ გადაიღებ მარტო ადამიანად, ესე ვთქვათ. კინო არის ჯგუფური ნაწარმი და არა ერთი უნივერსალი ადამიანის. ამიტომ რამდენიც არ უნდა გითხრან შენ YouTube-ზე, რომ 7 შუქის სქემა, რომელიც შენ ვიდეოს კინოს გადააქცევს და ეს ლინზა თუ დააყენე შენ კამერაზე, всё, კინოს გადაიღებ, ეს ყველაფერი არის დიდი ტყუილი. ამიტომ ყველაზე მთავარი რაც უნდა ისწავლო, ეს არის საფუძვლები. როგორ მუშაობს კამერა, როგორ მუშაობს სენსორი, შუქი. ყველაზე უმთავრესი არის შუქი. მთელი კინემატოგრაფია შუქზე აგებული, იმისათვის რომ შექმნა შუქ-ჩრდილოვანი გამოსახულება. მხატვარი, ფერმწერი წერს ხუნჯით და საღებავით, შენ ხატავ და წერ შუქით და ჩრდილით. ამ ყველაფერში რამოდენიმე წელი დამჭირდა იმისათვის, რომ მესწავლო და დღემდე სიმართლე გითხრათ, დღემდე ვსწავლობ. უბრალოდ ელემენტარულად ნებისმიერ განათებას ავიღებ და ვიწყებ შუქით თამაშს. ვსწავლობ, როგორ მუშაობს კონკრეტულ სცენაში, კონკრეტულ განათების პირობებში, აი ეს შუქი. აი მაგალითად უყურებთ ამ ვიდეოს. რაღაც არაადეკვატურად გამოიყურება ჩემი გამოსახულება. ჩემს ვიდეოზე და ჩემს ფერებზეც ბევრს ყოველთვის გქონდათ და ექნებათ და კიდევ ბევრჯერ იტყვიან, რაღაც არაადეკვატური ფერები გაქვს, რაღაც არაადეკვატური ვიზუალი გაქვს, რაღაცა განსხვავებული, რაღაცა ცუდი, რაღაცა უბედური თვალები მეტკინა, ეს რას აკეთებ, მიშა, ეს როგორ გააკეთე, ეს რატომ გააკეთე, არავის ესეთი არა აქვს, შენ რატო ხარ ესეთი უაზრო და განსხვავებული და ასე შემდეგ. მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, რომ ეს ხალხი ვერ ხვდება იმას, რომ თუ ყველასნაირი და ისეთივე გაქვს, როგორც ყველას, არც არაფერს არ წარმოადგენ. ზუსტად იგივენაირი ბრბოში ჩაეწერები და ერთფეროვანი იქნები, როგორც ყველა. მაგრამ იმისათვის, რომ რაღაც განსხვავებული გააკეთო, უნდა გქონდეს იმის გამბედაობა. როდესაც გაქვს გამბედაობა და შენი სურვილების არ გცხვენია და არც გეშინია, ზუსტად მაგ დროს იწყებ ხოლმე წინ წაწევას. ზუსტად მაგ დროს აკეთებ განსხვავებულ რაღაცებს, რა თქმა უნდა განსხვავებულ რაღაცებს აკეთებ არა მხოლოდ იმისთვის, რომ გააკეთო განსხვავებული რაღაც. არა. ხელოვნების ხალხი ძალიან რთული ადამიანები არიან ზოგადად. მათ შორის არც მე ვარ გამონაკლისი სიმართლე გითხრა და ცოტა ჩემებურიც ვარ. ამ ყველაფერს ალბათ ვიდეოებშიც ხედავთ, ჩემს ვიზუალსაც ამჩნევთ და როგორც ისეთი, საუბრიდან გამომდინარე და ზოგადად ისე ცხოვრების წესიდანაც გამომდინარე, აბსოლუტურად სხვანაირად
ვფიქრობ, ვაზროვნებ, ვიქცევი და ყველანაირად ვცდილობ, რომ აბსტრაგირება გავაკეთო აი ამ მასებისგან და ბრბოსგან, რომ არ დავემსგავსო ერთფეროვნება, არ მიყვარს. არასდროს არ მაცვია თუ დააკვირდებით რაღაცა ერთფეროვნად. ყოველთვის ვცდილობ რაღაც ფერადი ვიყო. ფერები მიყვარს ძალიან. თანაც განსხვავებულად. ზოგადად ამ ყველაფერს შეგუებული ვარ, იცი? ამ სხვადასხვა ჭრელი ხალხის უაზრო რაღაც გამოხტომები, რომ საშინელებას ვაკეთებ, ცუდი რაღაცეები მაქვს, ცუდი ფერი მაქვს, ცუდი ნახატი მაქვს, ცუდი ვიზუალი მაქვს, ამ ყველაფერს მიჩვეული. ბლოგერობა რომ დავიწყე YouTube-ზე, მაგ დროსაც დამცინები. ანუ რა ბლოგერი ხარ, ეგეთი როჟებიც ბევრი მყავდა ცხოვრებაში და ვეუბნებოდი კიდევაც ამ შენში ცილს რამდენიმე წლის მერე გაგახსენებ მეთქი, ან შენ თვითონაც გაგახსენდება მეთქი და ალბათ ეხლა როდესაც მე ვხვდებიან გულში კი სინანულით იხსენებენ, მაგრამ პრინციპში გვიანია, იმიტომ რომ ყველას ვეუბნებოდი, რომ სანამ დროა დაიკავეთ ეს ნიშა, იმიტომ რომ ცოტა ხანში YouTube გადაატრიალებს აბსოლუტურად ყველაფერს მეთქი და ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც ეს ახდა. დღეს თუ დააკვირდებით, ტელევიზიებიც კი YouTube-ზე მოდიან. ბრენდებიც კი გაბლოგერდნენ. ჩამოსკროლეთ ინტერნეტი და სოციალური ქსელები და შეხედეთ. Louis Vuitton, Gucci, Mucci, Prada, ყველა აბსოლუტურად დღეს ვიდეოებს დებენ უკვე როგორც ბლოგერები და არა ფოტოებს აღარდებენ, გამოვიდა ახალი კურტკა, всё, წადი იყიდე. დღეს შენი ფოტო აღარავის არ ჭირდება. დღეს ყველაფერი ვიდეო. დააკვირდით, ყველა ბრენდი გაბლოგერდა. ანუ ცოტა ხანში ბლოგერობა ძალიან პრესტიჟული პროფესია იქნება, ესე ვთქვათ. ამიტომ ამ ვიდეოს გაგრძელებას მოვაყოლებ აუცილებლად. ეს პირველი სატესტო გამოსახულებაა ესეთ ამპლუაში და ვიზუალში და სავარაუდოდ ძალიან ბევრი სილამაზეები გელოდებათ. მე არ ვიცი ეს თქვენთვის შეიძლება რაღაც გაუგუმართებულ სილამაზეს გავდეს, მაგრამ ჩემთვის ეს ლამაზი მე მომწონს. ცოტა არეულად მოგიყევით ეს ყველაფერი, მაგრამ ვიდეოს რომ დაასრულებთ თუ ბოლომდე უყურეთ, ალბათ გაანალიზებთ და მიხვდებით რა აზრის და რა მესიჯის მოტანა მინდოდა თქვენამდე. ამ ვიდეოს რა თქმა უნდა გაგრძელება ექნება. აუცილებლად ექნება და ზუსტად ესევე რაღაც არაადეკვატურ და განსხვავებულ განათებაში.